თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის საქართველოს ფაილი დახურულია, ცხადებს გერმანიის ელჩი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას, რომელმაც საქართველოს შემთხვევაში ყველა მიმართულებით უკან დახევა აჩვენა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში, რომელიც რადიო თავისუფლებას მისცა, ელჩი განმარტავს, რომ ოცნების ახლანდელი პოლიტიკის პირობებში არც გერმანია და არც სხვა ქვეყნები საქართველოს საკითხზე გაფართოების კონტექსტში აღარ მუშაობენ. You asked what a year it's been. What a terrible year. თქვენ მკითხეთ, როგორი იყო ეს წელიო და მე ვიტყოდი, რა საშინელი წელიწადი იყო მეთქი. პირადად მე ეს ძალიან მაწუხებს. როცა 2022 წელს აქ ჩამოვედი, საქართველოს ჰქონდა ევროპული პერსპექტივა. პირადად მე ძალიან ბევრს მუშაობდი საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ მიიღო. თუკი შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა. გაფართოების შესახებ ანგარიში კატასტროფულია შენთვის. მოუწოდებ ადამიანებს, წაიკითხონ ეს ანგარიში. თუკი ვამბობ, რომ გერმანია იწონებს ამ ანგარიშს, ეთანხმება მას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის საქართველოს ფაილი დახურულია. არა იმიტომ, რომ არ გვინდა საქართველო. ჩვენ გვინდა საქართველო, ჩვენ შევთავაზეთ და მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ნდობაზე დაფუძნებით. არსებულ პირობებში, არსებული კურსით კი გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე. არც აღარავინ ევროკავშირში. მზად ვართ დავიწყოთ სუფთაფურცლიდან, მაგრამ ახლა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. და არავის ეხორციელდება ზეწოლა ან შანტაჟი, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს. არავის აძალებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ. თუკი არ გსურს, ან ვერ ახერხებ, არც წევრიანდები. ეს არის ფაქტები. სხვა ყველაფერი არ არის სიმართლე. ჩვენ ძალიან ვეხმარებით ქვეყნებს, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. ჩვენ ამას ვუწოდებთ. მეტი მეტისთვის. საქართველო ამ გზაზე იდგა, მაგრამ აღარ დგას. ნიშნავს თუ არა პიტერ ფიშერის ეს განცხადება, რომ საქართველოს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და რას მიანიშნებს ელჩის განცხადება, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღებია ევროკავშირში. ქეთი ნადიბაიძე გვერდება თემის დეტალებით. ქეთი, რას ამბობენ ქართულ ოცნებაში, რომლის თავდასხმის მთავარი სამიზნეც ბოლო პერიოდში აქტიურად იყო პიტერ ფიშერი. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების შეურაცხმყოფელ განცხადებებში არაფერი იცვლება, კვლავაც ისმის მძიმე ბრალდებები გერმანელი დიპლომატის მისამართით. ერთადერთი ახალი, რაც დღეს ოცნების წევრების მხრიდან შევიტყვეთ, ეს არის დამატებითი აკრძალვები პეტერ ფიშერისთვის. თუკი აქამდე ქართული ოცნების წევრები მიიჩნევდნენ, რომ დიპლომატს არ აქვს უფლება იაროს რეზონანსულ სასამართლო სხდომებზე და დააკვირდეს ამ პროცესს, ასევე ესაუბროს მაგალითად ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს. ახლა მას ეუბნებიან, რომ საერთოდ მისი საქმე არ არის რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. არადა სწორედ ამ პოლიტიკურმა პროცესებმა განაპირობა ევროკომისიის ბოლო მწვავე ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით, რომელსაც ელჩმა ფიშერმა უწოდა კატასტროფული. შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია უკმაყოფილოა ელჩი ფიშერის საქართველოში დაბრუნებით. ერთი მხრივ ამბობენ და მიჯნავენ გერმანიის მთავრობის პოზიციებს საქართველოსთან მიმართებაში ელჩი ფიშერის პოზიციებისგან, თუმცა მეორე მხრივ ამბობენ იმასაც, რომ ეს გერმანელი დიპლომატი საქართველოში ევროპელი ბიუროკრატების დავალებებს ასრულებს. გერმანია ვის გამოუშვებს აქ ელჩად, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ჩვენ ვაფასებთ გერმანიის მიერ გამოშვებული ელჩის განცხადებას და ქმედებებს. ფიშერი იქნება თუ ფიშერი 2, ამას მნიშვნელობა რასაც გააკეთებს. გამოდის გერმანიის მთავრობის შეფასება თქვენი მხრიდან, ანუ თქვენი კრიტიკა მიემართება გერმანიის მთავრობას, ასე გამოდის არა ბატონო გურამ. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით დაბრუნდა ის ისევ საქართველოში. თქვენ გერმანიის მთავრობაზე მესაუბრებით და გადაწყვეტილებაზე თუ ფიშერის კომენტარზე. მიჯნება ეს ორი რამ ერთმანეთისგან. პეტერ ფიშერი ხო გერმანიის მთავრობას წარმოადგენს. თუ არ იმიჯნებოდეს ფიშერს, ხო არ დაიბარებდნენ იქ. დაიბარეს, კონსულტაციები გამართეს და დააბრუნეს ქვეყანაში. და დაბრუნდა ისეთივე გზავნილებით, რის გამოც თქვენ აკრიტიკებით მას. ეხლა რომ გერმანიის მთავრობამ თუ თქვა რამე არასწორი და სამწუხაროდ არაერთხელ უთქვამს, ამას ვერ ვიტყვით. ამბობს, რომ ეს ფაილი, საქართველოს ფაილი არის დახურული, ანუ ევროინტეგრაციას წერტილი აქვს დასმული თქვენი მმართველობის პირობებში და ეს დადასტურდება ევროპული საბჭოს სხდომაზეც. ამაზეც ჩანს, რომ ფიშერი არაფორმალურად არის ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი. აი ამაში ჩანს, ეს არ არის ჩარევა. დიპლომატის რა საქმე არის ქართულ პოლიტიკაში რა სიტუაციაა, ამას ლაპარაკობს ბოკუჩავა. ამას ლაპარაკობს ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ევროკავშირის წევრი ქვეყანა რო ევროკავშირში ჩვენს პერსპექტივაზე საუბრობდეს, რატომ არის უცნაური ბატონო გურამ? პერსპექტივაზე კი არ საუბრობს ფიშერი. საუბრობს პერსპექტივაზე. იგი ცდილობს, რომ საქართველოს არ აქვს მონაცემი, რომ ევროპაში გაწევრიანდეს და ეს ევროინტეგრაციის პროცესი შეაქ
გადაჭერა მაგალითად. ამ სიცრუეს ასაკურელია მოსდევს შესაბამისი პასუხი და პასუხი ხშირ შემთხვევაში ხისტია. ვინაიდან ყველაფერი ეს მოქმედებს იმ პროპაგანდის წასახალისებლად, იმ ექსტრემიზმის წასახალისებლად, რასაც ჩვენ ქუჩებში ვხედავთ. მეტი შიდა პოლიტიკაში ჩარევის მაგალითი არ არსებობს იმ ქცევის გარდა, რაც ჩაიდინა და კიდე ჩადის ელჩი ფიშერი. ბრიუსელის ადმინისტრაცია ზოგადად ბიუროკრატია სხვა მეთოდებით და სხვა საზომებით ხელმძღვანელობს, როცა საქართველოზე ლაპარაკობს. თავადვე ამზადებენ ექსტრემისტულ ჯგუფებს, თავადვე წერენ სცენარს, მერე თავადვე აფინანსებენ ამ სცენარის რეალიზაციას და თუ კი სახელმწიფო შესაბამისად კანონისა იმოქმედებს მათ მიმართ, თავადვე მერე აცხადებენ ამ ადამიანის პოლიტიკურ პატიმრებად და ადამიანის უფლებების დარღვევებს აანონსებენ და ეს რეალობა მათ შექმნეს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისაგან, რომელიც საქართველოში არსებობს, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებსაც გადახედავთ. მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვენც მოისმინეთ, ქართული ოცნების წარმომადგენლები მიჯნავენ გერმანიის მთავრობის პოზიციებს, გერმანიის ელჩის პოზიციებისგან, გაწევის შემდეგ უკვე საქართველოში დაბრუნებული პეტერ ფიშერი პოზიციებს არ ცვლის, კვლავაც კრიტიკულია მისი ტონი ოცნების ხელისუფლების ქმედებებთან და ნაბიჯებთან გადაწყვეტ მიმართებაში. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში, რომელიც მან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთა, წავედ გააკრიტიკა კვლავაც საქართველოში მიმდინარე პროცესები, ისაუბრა ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე, რომელსაც კატასტროფული უწოდა იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც სურს გახდეს ევროპის ნაწილი და თქვა, რომ 2022 წელს, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, ამ ქვეყანას ჯერაც ჰქონდა პერსპექტივა ევროინტეგრაციისთვის, თუმცა ახლა ევროინტეგრაციისთვის ის სიცოცხლის უნარიან გზას უკვე ვეღარ ხედავს. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს გერმანიის მთავრობამ ბერლინში გაიწვია კონსულტაციებისთვის და ცოტა ხნის წინ, ნოემბრის დასაწყისში ის საქართველოში კვლავ დაბრუნდა და ის აგრძელებს დიპლომატიურ საქმიანობას.